მოგესალმებით, მადლობას გიხდით თითოეულ თქვენთაგანს მობრძანებისთვის. მთავარი პრობლემა ჩვენს რეგიონში არის სწორედ მიგრაცია. მიგრაციის მთავარი გამომწვევი ორი ფაქტორი ეს არის ღირსეული სამსახურის არქონა და მეორე პროფესიული კარიერული განვითარების მიზნითაც ხშირად გვტოვებენ ხოლმე ახალგაზრდები. დღეს განსაკუთრებით დაწყებულია ამ მიმართულებით მუშაობა სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენი განათლების რეფორმა სწორედ ამას ემსახურება. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა, რაც ასე აქტიურად არის დაწყებული, სწორედ ამას ემსახურება. რაც შეეხება დასაქმების მიმართულებას, სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს, რომ განსაკუთრებით ახალგაზრდებს შეუწყოს ხელი დასაქმებაში. დასაქმების სააგენტო ძალიან აქტიურად პოზიციონირებს ასევე თქვენს რეგიონში და მინდა გითხრათ, რომ შეგიძლიათ, რომ სწორედ დასაქმების სააგენტოს ფარგლებში შეიძინოთ ახალი პროფესია, კვალიფიკაცია აიმაღლოთ. თან უკვე თვლით, რომ გაქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია და ვერ საქმდებით, ვერ პოულობთ შესაბამის დასასაქმებელ ადგილს, სააგენტო ამ მიმართულებითაც დაგეხმარებათ, რომ იპოვოთ შესაბამისი ადგილი, სადაც საკუთარი თავის რეალიზებას მოახდენთ. სამწუხაროდ ბევრი ფაქტია ესეთი, რომ მიდიან ადამიანები და ზოგი ახერხებს უკან დაბრუნებას, ზოგი ვერ ახერხებს. რა თქმა უნდა, ამისთვის ამ ყველაფერში სახელმწიფოს როლი უდიდესია და ვიტყოდი, რომ ბოლო პერიოდში რა ღონისძიებების და რა პროექტებიც განხორციელდა, ერთ-ერთი ყველაზე ისეთი მასშტაბური პროექტი შეიძლება მოვიყვანოთ ქვემო სვანეთის, ლენტეხის და უშგულის დამაკავშირებელი გზა, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ საომავლოდ ძალიან პერსპექტიული იქნება იმ კუთხით, რომ ქვემო სვანეს და ზემო სვანეს დააკავშირებს ერთმანეთთან და რა თქმა უნდა, ის ტურისტული ნაკადი, რომელიც გაივლის ამ გზას, შესაძლებელი იქნება სულ მინიმუმ, რომ ადამიანებმა შეძლონ ადგილობრივად რაღაც წარმოების შექმნა და გაკეთება. ისიც ვიცით, რომ რა თქმა უნდა, ეს მარტო საკმარისი არ არის და გაცილებით მეტია საჭირო. რა კეთდება ქვეყანაში იმისათვის, რომ კორუფციის შემცირება და ნდობა გავაძლიეროთ? რა თქმა უნდა, კორუფციასთან ბრძოლა სახელმწიფო გუნდის პირდაპირი გადაწყვეტილებაა და ჩვენი გუნდი ყოველდღიურად ცდილობს იმას, რომ ამ პრობლემას წინ აღუდგეს. ამის მარტივი მაგალითი და მტკიცებულება არის ის დიაპაზონი, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს. სკოლის დირექტორით დაწყებული, სახელმწიფო დონეზე მაღალი თანამდებობის ყოფილი პირებით დამთავრებული, თითოეული მათგანის მიმართ კანონი კანონობს. ანუ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც გაბედავს და ამაზე ყველაზე მკაცრი მიდგომაა ჩვენი სახელმწიფო გუნდის მხრიდან, რომელიც გაბედავს და ანრის დავესესხები ბინძურად აფათურებს ხელებს ქვეყნის ბიუჯეტში, ბინძურად აფათურებს ხელებს ჩვენს ჯიბეებში, აუცილებლად დაისჭება კანონის უმკაცრესი ზომით. რაც შეეხება უკვე პრევენციის ნაწილს, ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა ჩვენმა ხელისუფლებამ, მათ შორის პირველი იყო მთავრობის აქტების გასაჯაროება, რაც გულისხმობს იმას, რომ ვერც ერთ აქტს ვერ გამოსცემს საქართველოს მთავრობა, ისე რომ ეს არ იყოს საჯარო, რაც ბუნებრივია ქმნის უფრო მეტ გამჭირვალობას, რაც ქმნის საფუძველს საიმისოდ, რომ მე თქვენ ყველა თითოეულმა ჩვენგანმა საჭიროების შემთხვევაში შევამოწმოთ და გადავამოწმოთ ის აქტი, რომელიც მთავრობამ მიიღო. ასევე მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი რეფორმა განხორციელდა უკვე შესყიდვების ორგანოს მიმართულებით. ცალკე სიპად გავიდა შესყიდვების ორგანო, რაც გულისხმობს იმას, რომ მეტად საჯარო და გამჭირვალი გახდება უკვე შესყიდვების ნაწილი, ტენდერების გამოცხადება, მათ შორის განცხადებების მიღება და გადაწყვეტილებების მიღებაც ამ მიმართულებით. ამგვარად, რომ შევაჯამოთ, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს რეაგირება უმკაცრესი სასჯელით და ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ აი ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯებით და ინიციატივებით, როგორც არის მთავრობის აქტების გასაჯაროება, როგორც არის სიპად შესყიდვების სააგენტოს გასულ, ასე ვთქვათ, ამის დაინიცირება, სახელმწიფომ უზრუნველყოს ის, რომ ამოძირკოს სამომავლოდაც პერსპექტივაშიც კორუფციის ყოველი შესაძლო შემთხვევა. მადლობა ამ თავისუფალი სივრცისთვის, თავისუფალი სიტყვისთვის და ეს არის იმ გუნდის დამსახურება და ამისთვის მინდა პირველ რიგში მადლობა გადაგიხადოთ, იმ იყო პერიოდი, ესე რაღაცა საკუთარ აზრს შელამაზების გარეშე ვერ დააფიქსირებ, ეგეც გვახსოვს კარგად. აქ იმისთვის მოვედი ეხლა, რომ თქვენ ჩემი დიდი პატივისცემა და მინდა რომ შესაბამის სამინისტრო იქნება თუ ორგანო იქნება, რომ თუ გინდათ რომ ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი არ დაიცალოს, ამისთვის საჭიროა პირველ რიგში გაზიფიცირება. უშუალოდ გაზიფიცირებას რაც შეეხება თქვენს აღნიშნეთ და მეც ზუსტად ვიცი რომ პროექტირება არის დასრულებული,
კონკრეტულად დეტალურად მოვიკითხავთ ამ საკითხს და დაგიბრუნდებით აუცილებლად რა ეტაპზეა, როგორ შეიძლება ჩვენი ჩართულობა რაში იქნება საჭირო და როგორ შეიძლება თქვა ხელი შევუწყოთ ამას, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადაში მოხდეს ამ ყველაფრის დასრულება. ამდენად არის შესაძლებელი ახალგაზრდების უფრო აქტიურად ჩართვა ადგილობრივი პრობლემების გადაწყვეტაში. მადლობა. ბიუჯეტის დაგეგმარების ნაწილზე თქვენ შეგიძლიათ რომ წლის ბოლოს აქტიურად ჩაერთოთ ბიუჯეტის შედგენის პროცესში და ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებს თქვენ თვითონვე გაუზიაროთ თუ რა მიმართულებით გჭირდება თქვენი რეგიონის განვითარება. მე დარწმუნებული ვარ რომ საკრებულოშიც და მერიაში ძალიან ღია იქნებიან რომ თქვენი იდეები მოისმინოთ თუ რა გჭირდებათ რეგიონში და ამ მიმართულებით ჩაერთოთ ძალიან აქტიურად. ონსა და ამბროლაურს, მთლიან ონსა და ამბროლაურს ყავს ერთი რეანო მობილი. იმავე სიტუაციაა ცაგერსა და ლენტახში. და სწორედ აი ამ მობილობისა და ტრანსპორტირების დეფიციტის გამო სამწუხაროდ რამდენიმე შემთხვევა ფატალურადაც კი დასრულდა. და შევეხო ზოგადად ჯანდაცვის საკითხს, ჩვენ ვიცით რომ ბოლო წლების განმავლობაში ჯანდაცვის მიმართულებით ძალიან ბევრი რამე გაკეთდა, უამრავ ადამიანს ჩაუტარდა მკურნალობა, ვისაც ესაჭიროებოდა, რა თქმა უნდა და დღესაც ფუნქციონირებს ეს პროგრამა, დაახლოებით 700 მილიონზე მეტი არის დახარჯული ამ მიმართულებით და მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი იყო ქართული ოცნების, როდესაც მოვიდნენ ხელისუფლებაში, რომ ხელშესახები გახდა ყველა ადამიანისთვის, რომ საავადმყოფოში მისულიყო და იქიდან უკან არ გამოებრუნებიათ იმის გამო, რომ მას თანხა არ ჰქონდა, თქვათ. და ძალიან ბევრი შემთხვევა ვიცით ესეთი, რომ ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა კონკრეტულად ამ პროგრამამ. მაგრამ ისიც ვიცით, რომ რაზეც ახლა თქვენ ისაუბრეთ, სამწუხაროდ დღემდე ვერ არის ეს პრობლემა მოგვარებული. ჩვენ რაც შეგვეძლება აუცილებლად შევეცდებით, რომ დავაყენოთ ეს საკითხი შესაბამის სამსახურებთან და მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში რისი შესაძლებლობაც იქნება ეტაპობრივად შევეცდებით, რომ მოვაგვაროთ. მოგეხსენებათ, რომ საქართველოსა და ევროკავშირის შორის დაძაბულობა, გაურკვევლობა თქვენი აზრით რითი შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება? საქართველო რომ ევროპა თავისი ტრადიციებით, კულტურითა და მათ შორის ქრისტიანობისადმი მრავალსაუკუნოვანი ერთგულებით არის ცხადი და ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის წევრები, თუმცა მაშინ, როდესაც გარკვეული ადამიანები, ევრობიუროკრატები ევროკავშირის გარკვეულ მექანიზმებს არ გამოიყენებენ манипуляციის საშუალებად ჩვენი ქვეყნისათვის. და უკვე ოფიციალურად გავხდებით იმ კავშირის ნაწილები, რომლის ნაწილიც ჩვენი კულტურითა და ტრადიციებით და სარწმუნოებით ისედაც ვართ, უბრალოდ ღირსებით და ჩვენი სუვერენიტეტის დაცვით. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, როგორც იცით, გამოირჩევა ხანგრძლივი ზამთრით, უხვითოვლით, მაგრამ მიუხედავად ამისა, ტურისტების ნაკადი ამ სეზონში არ შეინიშნება. არ და გვაქვს ამის პოტენციალი, რომ სწორედ ამ მიმართულებით განვახორციელოთ და გამორჩეული იყოს ჩვენი რეგიონი ზამთრის კურორტითაც. კონკრეტული მდებარეობა არის მთა ჭუთხარო, ლუხუნის ხეობაში, რომელიც ესაზღვრება სვანეთს და სწორედ ამიტომ არის კონკრეტული მდებარეობა ბუნებრივი, რა ვიცი, პირობებით, კარგი რელიეფით აქ განხორციელდეს სამთო-სათხილამურო კურორტი. როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, პროექტირების ნაწილი დასრულებულია და უბრალოდ ეძებენ ინვესტორს, რომ ინვესტორი შემოვიდეს. სრულად ყველა ეტაპზე მზაობა გვაქვს. არა მარტო ჩვენ გვაქვს, მხოლოდ არამედ ცენტრალურ ხელისუფლებას, რაც შეიძლება მეტი სიმყუდროვე შევქმნათ კერძო სექტორს იმისთვის, რომ მსგავსი ლამაზი სივრცეები აითვისონ, როგორც რაც მთავარია სწორედ. ასე რომ პროექტირება როგორც წეგანკითხართ დასრულებულია და ეძებენ ინვესტორს. ჩვენ სოფელში გვაქვს დარბაზი, ჭიდაობის დარბაზი, მე და ჩემზომ რო დავიწყეთ ვარჯიში, არ გქონდა დარბაზი და სკოლაში ვარჯიშობდით და არ იყო ის შესაბამისი პირობები, რაც დღეს გვაქვს, თუნდაც ძალიან მაგარი დარბაზი გვაქვს. ესევე გვყავს 35-40 მოქმედი სპორტსმენი, საქართველოს ჩემპიონი, საქართველოს ნაკრების წევრები. დღესდღეობით ყველაფერი ძალიან კარგად არის ჩვენ დარბაზში, მხოლოდ ერთი საჭიროება გვაქვს, ინვენტარი. სპორტი და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესი, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია და რაჭამ განსაკუთრებით იცის ეს დიდი ბუმბერაზი ადამიანებიდან მოყოლებული დავით გობეჯიშვილიდან დაწყებული თქვენ არაერთი გამორჩეული ჩემპიონი და გამორჩეული ადამიანი ყავდათ და თქვენს ყველა თითოეულ თქვენთაგანი ვინც აქ ხართ წარმოადგენთ
ჯანსაღი ცხოვრების წესის მაგალითს და არა მარტო ამას თქვენის ქვეყანა, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საქართველო და თქვენი კუთხე რაჭა არაერთხელ გისახელებიათ და მადლობა თქვენ თითოეულ თქვენთაგან სამ ყველაფრისთვის. ორიოდე სიტყვით გეტყვით იმასაც, რომ ამ მიმართულებით დაანონსებულია, რომ აბსოლუტურად ყველა დიდ ქალაქში უნდა აშენდეს მულტიფუნქციური ცენტრები. რიგ შემთხვევაში დასრულებულია ზოგან მიმდინარეობს პროექტირება და ზოგან მშენებლობა მიმდინარეობს. ეს პირველ ეტაპზე რაც უკვე დაანონსებული არის და კეთდება. რაც შეეხება უშუალოდ კონკრეტულად ამ მუნიციპალიტეტებში შევეცდები ეს ამბავიც მოვიკითხო და თუ არის შესაძლებელი რომ თქვათ რამოდენიმე წელიწადში განხორციელდეს ამაშიც რა თქმა უნდა ხელშეკიწყობთ არა მარტო მე მთლიანად გუნდი დაგეხმარებით და ინვენტარს რაც შეეხება დევ პირობას რომ აუცილებლად გამოგიგზავნით. მადლობა თითოეულ თქვენთაგანს. ეხლა შეგვიძლია გადავინაცვლოთ არაფორმალურ ნაწილში და იქ გავაგრძელოთ საუბარი. აუცილებლად დაბრუნდებით მეგობრებო, არ იფიქროთ რომ მხოლოდ ერთი შეხვედრით შემოვიფარგლებით. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ შეხვედრებს, აუცილებლად გავაგრძელებთ კომუნიკაციას ახალგაზრდებთან.